საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი თამარ ცანიკიძე ბელორუსის განათლების მინისტრს მიხეილ ჟურავკოვს შეხვდა, რომელიც ოფიციალურ დელეგაციასთან ერთად საქართველოში ბელორუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში იმყოფება. მინისტრებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის განათლების სფერო მიმოიხილეს. ისაუბრეს მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე, სამომავლო გეგმებზე და ქვეყნებს შორის განათლების სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის გაცლიერებაზე. დღეს უმასპინძლეთ ჩვენ კოლეგა მინისტრს ბელორუსიდან ძალიან საინტერესო საუბარი შედგა. ჩვენ ვიცით რომ სამთავრობო დელეგაცია ესტუმრება საქართველოს ამ დღეებში, პრეზიდენტის ვიზიტიც დაგეგმილია. ძალიან საინტერესო საუბარი იყო იმ ურთიერთთანამშრომლობასთან დაკავშირებით, რომელსაც ჩვენ ვაპირებთ ახალი ხელშეკრულების ფარგლებში. არის გარკვეული საინტერესო მომენტები ჩვენთვის. მე ვფიქრობ, გამოვყოფდი სოფლის მეურნეობის მიმართულებას, რომელიც საკმაოდ კარგად არის მათ ქვეყანაში განხორციელებული და ზოგადად ჩამოყალიბდება ის ჩარჩო ხელშეკრულება, რომელიც ფარგლებში ჩვენ შევძლებთ, რომ უკეთესად შევისწავლოთ ქვეყნების საგანმანათლებლო სისტემები და შესაბამისად დავგეგმოთ ის კომპონენტები, რომლის ფარგლებში ჩვენ შევძლებთ მათთან უფრო მჭიდრო თანამშრომლობას. ჩვენ გვქონდა პირველი საქმიანი შეხვედრა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრთან და მის მოადგილეებთან. შეხვედრამ ძალიან კონსტრუქციულად ჩაიარა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ შეხვედრით. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების განათლებისა და მეცნიერების სისტემების მდგომარეობა. ვიპოვეთ ბევრი საერთო, განსაკუთრებით საინტერესო იყო თქვენი ქვეყნის მიღწევები, რომელიც უნდა შევისწავლოთ დეტალურად. ჩვენს ურთიერთობებს აქვს ძალიან კარგი პერსპექტივა, რომელსაც დიდი ოპტიმიზმით უყურებ. დარწმუნებული ვარ, მომავალში ჩვენ ძალიან საინტერესო და ეფექტური პროექტები გვექნება.